ქუჩაზე გასვლის მერე ჩემი აზრით ამსტერდამის წითელი ქუჩები ისვენებენ, ვერ შეედრება. ბანგლაროუდი ყველაზე გარყვნილი და ხმაურიანი ადგილი, სადაც კი ოდესმე ვყოფილ ვარ. და აქ უბრალოდ გავლილი კი არა, ზუსტად ამ ადგილას ვიქერავთ სასტუმრო 12 დღით. ამიტომ საკმარისზე მეტი დრო მქონდა, რომ გაჩვენოთ აქაური გიჟური ღამის ცხოვრება და ვეწვიოთ ფხუკეთის ყველაზე დიდ ღამის ბაზარს. მოგესალმებით, მე ვარ ვიქტორია და დღეს ვარ ფხუკეთში ბანგლაროუდზე. ეს არის პატონგის სანაპიროს მთავარი გასართობი ქუჩა, ბანგლაროუდი, რომელიც დღის განმავლობაში ჩვეულებრივი ქუჩაა, ისე რომ ვერც იეჭვებ აქ რაიმე განსაკუთრებული თუ ხდება. მზის ჩასვლის შემდეგ კი გზა ტრანსპორტისთვის იკეტება. ქუჩა ივსება ტურისტებით, იხსნება ბარები, კლუბები და ეს ქაოსი გრძელდება გათენებამდე. სანამ ისევ მანქანები არ დაიწყებენ აქ სიარულს. ამ ქუჩაზე თუ მოდიხართ, ხმაურს უნდა შეეგუოთ. ყველგან არის თავისი მუსიკა, ცალკე არის კლუბები, ცალკე არის ცოცხალი მუსიკაც. მოკლედ, გიჟობები ხდება. ბანგლაროუდი მხოლოდ ხმაურით არ გამოირჩევა. ამ ადგილის მთავარი ინტერესის წყარო სწორედ ეს ლედიბოები არიან, რომლებიც საერთოდ არ ერიდებიან ამ ტურისტულ ქუჩაზე საკმაოდ გამომწვევად ჩაცმას და ტურისტების ხელით შეხებას სხვადასხვა მიზნებისთვის. თუმცა მათ ძალიან არ უყვართ კამერებში გამოჩენა. ამიტომ თუ შეეცდებით თუნდაც შორიდან სადო ვიდეოს გადაღება, რასაც მე ვაკეთებ და ძალიან ვრისკავ, ეს მათში კარგ შემთხვევაში აგრესიას იწვევს და თუ არ გაგიმართლა, ლედიბოები გაგლახავენ. ჩვენთვის გასაკვირი იყო ადგილობრივების დამოკიდებულება ლედიბოების მიმართ, რადგან იციან, რომ ბევრი ტურისტი ზუსტად ლედიბოების სანახავად მოდის ამ ქუჩაზე და სწორად მათი წვლილიცაა ბანგლაროუდზე ასეთი ხალხმრავლობა რომ არის. ამიტომ თუ კი ლედიბოებს გააბრაზებ, ადგილობრივებიც მოეხმარებიან შენს გალახვაში. ჩემს უკან არის ზუსტად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბი აი ამ ქუჩაზე და მოპირდაპირ მხარეს კიდევ ერთი კლუბი, ცოტა სხვანაირი მუსიკის ტიპის. ამ ქუჩაზე მშვიდად გასეირნება დაივიწყე, რადგან ყოველ ნაბიჯში ადგილობრივები შემოგთავაზებენ დალევას და გართობას და მუსიკა, რომელიც ბარებიდან გამოდის, უბრალოდ გაგაყრუებს. ამიტომ ერთადერთი გზა, რომ აქ გადარჩე, არის ის, რომ შენც დალეო და იცეკო გათენებამდე. და მე თანხმებით, რომ აზიაში მოგზაურობა არის დაკავშირებული რაღაც ნიუანსებთან, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ზუსტად მაგიტომ, ჩემი მთავარი მხარდაჭერი არის ტურისტული კომპანია Travelfy, რომელიც ყველანაირად გაუწია ორგანიზაცია აი ამ საოცარ ტურს. ბანგლაროუდის ბოლოში თქვენ დაგხვდებათ აი ეგეთი street food-ის პატარა ბაზარი, მაგრამ სამწუხაროდ აქ არ არის ისეთი დიდი მრავალფეროვნება, როგორიც უნდა იყოს ტაილანდში. ამიტომ წამოდით გაჩვენოთ, სადაც არის ეს მრავალფეროვნება. ეხლა მივდივართ ფხუკეთის ყველაზე დიდი ღამის ბაზარზე და გადაადგილების საშუალება რა თქმა უნდა ბაიკია. წავედით. მოვედით ფხუკეთის ყველაზე დიდ და ცნობილ ღამის ბაზარზე, ნაკა მარკეტზე. წავედით ვნახოთ რა უნდა გავსინჯოთ, რა არ უნდა გავსინჯოთ. აქ საჭმლის გარდა ასევე არის სუვენირები. მოგეთ ვნახოთ რამდენს დავხარჯავთ დღეს. წავედით. მე მგონი ძალიან კარგი ვაჭრობა გველოდება ყველაზის პარკებით. ყველა ეძებს აქ საჭმელს, მაგრამ საჭმელამდე სანამ მივალთ, გავივლით დიდ ბაზრობას, ტანსაცმლის და კიდე ძალიან ბევრი რაღაცეების, მათ შორის ჩემს გვერდით იყინება კანაბისი. მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდში ყოველწლიურად ათობით მილიონი ტურისტი ჩამოდის, მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც ღარიბი რჩება და მსგავს ბაზრებში ცდილობენ გაყიდონ რისი გაყიდვაც შეუძლიათ. ძალიან შრომის მოყვარე ხალხია. პირველი რაც შეგხვდა, აქ არის რაღაცა ცომეულობა, როგორც ტკბილი, ასევე მარილიანი და ფასები მერყევს 25-დან 35 ბატამდე და ეს გამოდის მაქსიმუმ 3 ლარი.
ანუ წარმოიდგინეთ, რამდენი ხალხია, ყველა არის საჭმელად განწყობილი და რეალურად ძალიან გემრიელი სუნებია ყველგან და გემრიელი რაღაცეები დევს. მოგეთ, აღარ ვიცი რით დავიწყო, ძალიან მაინტერესებს გემოები ყველაფრის. ქალაქთან რო შევადაროთ, აქ უფრო ჩემი აზრით ფრეშ არის ყველაფერი, იმიტომ რომ უფრო მეტი ხალხი არის, უფრო მეტ ყიდულობენ და ახალს ამზადებენ. ფასებს რაც შეეხება, უფრო დაბალია ვიდრე ქალაქში და არჩევანი რაც მთავარია, უფრო დიდია. ყველაფერი არის რაც დადის, დაფრინავს და ასე შემდეგ. პირველი რაც გავსინჯავ, იქნება დიდი რვა ფეხის ფეხები დაჭრილი. ამისი ფასი არის 50 ბატი თუ არ ვცდები და მეორე არის დიდი კალმარი, ამისი ფასი არის 150. პირდაპირ რაც ავირჩიე და დავუდე თეფშზე, პირდაპირ ეგრევე ჩემ თვალს წინ იწყება ამის შეწვა და соусებს დაამატებენ ახლა. Thank you. წავედით გავსინჯოთ, ამათ შეფუთვა ძალიან მომწონს. ეხლა გიგიენაზე არც პრეტენზია, არც მე არ მაქვს, არც თქვენ არ უნდა გქონდეს. მაინც უნდა ხვდებოდეთ, რომ ყველაფერი ღიაცის ქვეშ მზადდება, ყველაფერი დევს ღიაცის ქვეშ და მტვერი არის მწერების და ასე შემდეგ, მაგრამ მე არაფერ არ მეშინია. ამ ყველაფერს მოყვა 2 соуსი, მაგრამ რა მეშინია სიცხარეის, ამიტომ соуსის გარეშე გავსინჯავ. პირველი იქნება 8 ფეხა, ძალიან კარგად გამოიყურება. მე როგორც ზღვის პროდუქტების მოყვარულე ძალიან ვაფასებ, როცა არ არის გაყინული ზღვის პროდუქტი, იმიტომ რომ ყველანაირად იგრძნობა. იმის მერე როცა ყინავენ ნებისმიერ ზღვის პროდუქტს და მერე წვავენ, ყველანაირი ხორცი ხდება როგორც რეზინა და ეს არის საერთოდ სხვანაირი გემოს, იმიტომ რომ იგრძნობა რომ ფრეშ არის. დავაი გიო, შენი აზრი. დავაი რუსო. მიდი გიო, ახლა შენი აზრი, აბა. მე ძალიან მომეწონა. შემდეგი არის აი ეს უდიდესი თუ პირიქით პატარა კალმარი, მთლიანი. გავსინჯავთ. თავი მოძრავ ხონდა. მივარ, მოგვიჭე? აუ არ. ძალიან კაია. არა შეიძლება. ყველია. არა, კალმარია. მოდი ის. მოგვიჭე. გემრიელია. ანუ კალმარის შიგნით არის ყველი, იმიტომ რომ ძალიან ნაღების გემო იყო და ანუ ხა იგრძნობა რომ ცოცხალი არის, არიდო 1 წელიწადღაც. მე მგონი ძალიან კარგი დაწყება იყო, მომეწონა. მაგას მე კიდე გავსინჯავ соуსებთან ერთად, ეხლა წავედით უფრო რთულებზე გადავიდეთ. ყველაზე საშიში მომენტი დადგა. ამას რომ ვუყურებდი ვიდეოებში, ეგრე ძალიან არ მეშინო და დარწმუნებულად ვიცოდი რომ გავსინჯა, მაგრამ ეხლა ლაივში რომ ვუყურებ, არ მინდა მე მგონი, არა, უნდა გავსინჯა უეჭველად, სხვა შანსი არ მექნება. აქ რა გვაქვს უხარი? აქ გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა საზიზღრობა, პატარა ბაყაყი, მორიელი, სხვადასხვა ჭიანჭველები თუ რაღაცები, მოგეთ ყველაფერი რაც დაფრინავს და გეშინიათ უმეტესობას დარწმუნებული ვარ. გაწელვას აღარ დავიწყებ და ეხლა ყველაფერს ავიღებ ერთიანად. პირველი დავიწყებ რა თქმა უნდა მორიელი, ღმერთო ძალიან საშიშოდ გამოიყურება. სუდი არ აქვს, არაფრის სუდი არ აქვს. აბა გავსინჯოთ. უი, რამდენი ხორცი ყოფილა? არ არის სუდი გემო. სუნელების გემო იგრძნობა. გეგონება კრევეტს ჭამ რა. მე და მორიელს ჭამ. ემრიელია, სუდი არ არის მართლა. სუნელების გემოა და გეგონება კრევეტს ჭამ. ბევრი მარილი და სუნელები. შემდეგი არის მიქსი. აქ ბევრი სხვადასხვა რაღაცა. პირველს გავსინჯავ აი ამ საზიზღრობას. ხორცის გემო აქვს.
ეხლა რამდენ ცილას ჭამნეტა იცოდეთ. არ ვიცი რა არის, მაგრამ ბაგრინჯოლს გავს ძალიან. ფანტაშორის ეს უფრო საზიზღრობა, ვიდრე სკორპიონი იყო. ყველაფერი ერთ გემოზე არის. ზეთის გემოც იგზნობა ძალიან. შემწვარია მაინც. აბა სხვა რაღაცა. რაღაც საწმელი უნდა მეყიდა. ეს გადამახები. მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი. ვინ გასინჯავს ეგეთ რაღაცებს თქვენ გამო? დავიდით. კაი, ბაყაყი იყო ყველაზე ნორმალური აქედან, იმიტომ რომ მილიონჯერ მაქვს გასინჯული კიდე საფრანგეთში, კიდე ბათუმში. ქათმის ხორცია. შემდეგი არის ქართულად როგორ არის არ ვიცი ეს სარანჩა. შემდეგი არის კალია, საკმაოდ დიდია. მოკვე ჭარმინდა, ის ადვილი იყო რომ ეგრევე ვდებოდი და всё. 1 2 3 ვიდა საკმარისია, მოიგე, აღარ გინდა. მეგობრებო, აი ეს რაც მრჩება, ვინახავ და თბილისში მომაქვს, გავათამაშოთ. აქ შაი მუსკატს ყიდიან წონით და გამოდის სადღაც 1 ცალი 183 ბატი, ეს არის სადღაც 15 ლარი. Thank you. დავით, აიმე ეს მინდა. ამას შეხედეთ რა ვიპოვე, რაღაცა ძალიან ლამაზი. თუ არ ვწდები, ეს არის ტკბილეულობა, ვიდეოებში მინახია, ეს წავიღოთ. I want this one. აქ ვიპოვე ნამდვილი მოჩები, როგორიც უნდა იყოს, შიგნით მარწყვი და ზემოდან მოჩის ცომი. 1 ცალი ღირს 40 ბატი და ჩვენ ვიღებთ ვარდისფერი შიგთავსით და შოკოლადის შიგთავსით. ტაილანდი არის ხილის ქვეყანა. ხილი თუ გიყვართ, აქ იგზნობს თავს 60-ში და მით უმეტეს, როცა ეგეთი ხელმისაწვდომი ფასებით არის. აქამდე დარწმუნებული ვარ, გაქვთ ნანახი TikTok-ში ერთი ვიდეო მაინც, სადაც ჭამენ ხილს შუშაში და ეს ზუსტად ეს არის. თავი მგონია კორეაში ახლა. ცნობილი ხილი შუშაში ან სხვანაირად ხილი უბრალოდ შაქარში. რეალურად არის ძალიან ხრაშუნა, იმიტომ რომ ეს არის ყველაფერი გამაგრებული. აქ გვაქვს მარწყვი და შაინ მუსკატის ყურძენი. გავსინჯათ? არ მჯერა. კბილებზე ცხილად იყავით. წინა წელს ყველაზე ცნობილი ყურძენი შაინ მუსკატი მე მაქვს გასინჯული დუბაიში და გადავიხადე სადღაც $60. აქ არის 5-ჯერ, 10-ჯერ უფრო იაფი. ეს არის აზიაში გამოყვანილი ყურძენი, რომელშიც არ აქვს საერთოდ კურკები და ძალიან გემრიელია. სხვადასხვა ჩემი ვიდეო პირველი რო დავდე, ბევრს ეგონა რომ ეს არის ალუჩა. არა, მეგობრებო, ეს არის ყურძენი. უფრო ტკბილია ვიდრე ჩვეულებრივი ყურძენი. მსოფლიოში ალბათ ყველაზე მყრალი ხილი, დურიანი, რომელიც საკმაოდ ძვირი ძღის, ეს პატარა ნაწილი იხილდა 16 ლარი, 200 ბატი ბოდიში. სასტუმროში ამის შეტანა აკრძალულია. მოდით გავსინჯოთ, მე მაქვს გასინჯული გამომშრალი კონფეტისავით რაღაცა, ეს არის ნამდვილი. ისეთი რბილია, ხელით რო ავიღე, დაშლა დაიწყო. გავსინჯოთ, ცოტა მეშინია, ვიცი ამისი გემო და სუნს ვგრძნობ. ძალიან ნაზი ტექსტურა არის. რო დასუნო, შეიძლება იგრძნოთ ნივრის გემო, ნივრის სუნი უფრო სწორად, მაგრამ რეალურად არის ტკბილი რძის მაწუნის გემო. არ ვიცი შიგთავსი რა აქვს ამ სილამაზებს, მაგრამ ძალიან ლამაზად გამოიყურება და მოდით გავსინჯოთ. თუ არ ვწდები, ეს არის ტკბილი კარტოფილი. კარტოფილის გემო საერთოდ არ აქვს, ტექსტურა უბრალოდ აქვს როგორც კარტოფილს, მაგრამ ტკბილია, ქოქოსის გემოები არის. ძალიან გემრიელია, მოკლედ, გემრიელია და ლამაზია, რაც მთავარია. ერთ-ერთი კიდე ერთი უცნაური ხილი არის ჩემთვის ვარდისფერი ვაშლი. აი ეგრე გამოიყურება დაჭრილ მდგომარეობაში. გასინჯოთ?
გიჟდები აქაურ ხილზე. ძალიან წვნიანია, ძალიან ტკბილია, ბაშლის გემო არ აქვს, მაგრამ უფრო ნაზი არის ტექსტურით. და ვარდისფერი გუავა, ეგეთი არსებობს ორნაირი, მწვანე და ვარდისფერი. ჩათვალეთ დიდი ფეხოა. როგორ უნდა გამოიყურებოდეს ნამდვილი მოჩი და რა უნდა გქონდეთ შიგთავსი, ახლა გაჩვენებთ. ჯერ ერთი არ უნდა იყოს გაყინული და უნდა იყოს ძალიან ფაფუქი. გავსინჯოთ ახლა და შიგთავსი გაგიჟდებით. ძალიან გემრიელია. ირგვლივ არის მოჩის სომი, მერე არის შოკოლადი და შიგნით არის ნამდვილი მარწყვი. ამათ შეფუთვებზე ვგიჟდები, ცალკე არის პატარა პარკები და ცალკე არის ჭიქის დასაჭერები. დამთავრდა ჩვენი შოპინგი, გავსინჯოთ ჩვენი წვენით. მე არ გეტყვით, მომეწონა თუ არ მომეწონა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი ვიდეო მოგეწონათ. ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი გვერდი უფრო მეტი თავგადასავლებისთვის.